გამარჯობა ჩემო ძვირფასო გამომწერებო. ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ახალი ტესტი თამბაქოსი ერთად მოვწიოთ. მე ჩემს ვიდეოებში ვახსენებდი რომ ცოტა ვირჯინია ძალიან კარგი თამბაქოა პატივცემ, მაგრამ ნაკლებად ვიხრები ვირჯინიებისკენ უფრო ბიორლი მომწონს მეთქი. რატომ უფრო გრილია? ენაზე არ იკბინება ჩემთვის და აი ესეთი უფრო მეგემრიელება მეთქი. მაგრამ როგორც გითხარით, ჩიბუხის წევა გარკვეული თავგადასავალია და ამ თავგადასავალში რომ იყვები, ხან რა გიტაცებს, უფრო ხან საით წახვალ, ხან საით და ანუ რისი თქვა მინდა, მომწყინდა ეს ბიორლი თუ რა არის, ნელ-ნელა ისევ წამოვედი ვირჯინიებისკენ. რატომ ეხლა რისი თქვა მინდა, ბიორლი თავისთავად ძალიან კარგი თამბაქოა, მაგალითად ჩემი საყვარელი ანუ ინგლისური ნაზავები ბიორლის გარეშე არ არის და საერთოდ არც ერთი სერიოზული ნაზავი ბიორლის გარეშე არ არის, მაგრამ იქ სადაც ბიორლია წამყვანი და ძირითადი კი ადვილი მოსაწევია, დამწყებისთვის შეიძლება ძალიანაც კარგია, მაგრამ ბიორლი არ გამოირჩევა ესეთი გემოვნური თვისებებით, თქვათ როგორც იგივე ვირჯინია უფრო მდიდარია აი ამ გემოებით, რა რომ დაყნოსავთ, აი ფანტასტიკური გემო აქვს, უბრალოდ შეგრძნების დონეზე ნოსვის და საერთოდ მე მიმაჩნია რომ ყველაზე არომატული და აი ყველაზე ესეთი რთული კარგი გაგებით და აი ესეთი ბუკეტი აქვს შთამბეჭდავი ვირჯინიებს. მოკლედ ბევრი რო არ დაგღალოთ, დავიწყე ვირჯინიებისკენ მოძრაობა და გამოვიწერე ერთ-ერთი ვირჯინია, გაჩვენებთ ახლა. ეს არის ერიკ სტოკბეი, არის ესეთი მწარმოებელი, რომელიც ძირითადად უშვებს აი ასაწონ თამბაქოებს, ასაწონ რას ჩვენ ხო გაჩვენეთ რომ კოლოფებში აი ეს სხვადასხვაგვარი ტიპის კოლოფებში შეფუთული, აი ეს კოლოფის შეფუთვა მის ფასადაც ზრდის და მიუხედავად იმისა რომ კარგი თამბაქოს უნცია ან უნცია ნახევრიან შეფუთვაში 15-16 შეიძლება ფასდაკლებაზე $11-12-ათაც იყიდოთ. ჩვენ მე ვეძახი რომ არ არის ძვირი, მაგრამ ბევრი იმ დასავლეთში ძვირად მიიჩნევს და კარგ თამბაქოს ასაწონს იგივე აი ერიკ სტოკბეის წარმოების, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ $5 ერთი უნცია. ხოლო რაღაც ფასდაკლებებზე $4 და $3-ზეც კი ჩამოდის ერთი უნცია. და ამიტომ აქედან გამომდინარე ძალიან გაყიდვადი არის, ძალიან კარგი თამბაქოა და მეც მოვსინჯე და გამოვიწერე. თან გამოვიწერე ფლეიკი. ფლეიკი გითხარით, ვიცით როგორია, აი ესე სპეციალურად ბრიკეტებად იპრესება და შემდეგ აი ესე იჭრება, გაჩვენებთ ახლა როგორია. თან ფლეიკი მოსაწევად განსაკუთრებულად გემრიელია. სირთულე მატულობს, ანუ ვირჯინია თუ უფრო რთული მოსაწევია ბორილესთან შედარებით და არომატიკები, აი ფლეიკის შემთხვევაში კიდევ უფრო რთულია მოწევა. მაგრამ აი ამას რო ყველაფერს როგორ გითხრათ ჟარგონზე რო დაამუღამებთ, აი იმ სიამოვნებასაც მიიღებთ. Evening Flake, ესე ქვია. ანუ ერიკ სტოკბეილი და აი ხო, მოდის როგორც გითხარით, როდესაც აი ესაწონია, მოდის აი ესეთ ჩვეულებრივ პაკეტში. ამოტუმბულია აერი სპეციალური აპარატით ეთყობა, მაგრამ ნუ ეს ერთ კვირას ან 10 დღეს თუ გაძლევს, რო არ გამოგიშრეთ და გამოგიხმეთ, მე როგორც გითხარით, გადამოქვს აი ესეთ მეისონის კილებში, რომელშიც უკვე, რა ვიცი, 2-3 წელიც კი შეიძლება შენახო და მეტიც. აი ესეთი ფლეიკია, აი ესე დაჭრილი. ესე. ნუ ფანტასტიკური. სუნი დამოვიდა. ხო, რა არის? ეს არის სუფთა ვირჯინია და პერიკი. როგორც ანოტაციაში უწერია, აი ცეცხლოვანი ვირჯინიაო, ანუ ესე იგი წითელი ვირჯინია და აი ესეთივე ცეცხლოვანი პერიკი აქვს დამატებულიო. ხლა მოვიღებ, აი გაჩვენებთ. ხო, როგორ იწარმოება? ანუ მაღალ ტემპერატურაზე, რა თქმა უნდა, თამბაქო ახალი არ არის, ეს ვირჯინია რამოდენიმე წლის არის და
უკვე ფერმენტაცია დაწყებულია, უკვე მიღებულია ეს კარგი პროდუქტი და შემდეგ ესე იგი ძალიან მაღალ ტემპერატურაზე სიცხეში, ასე რომ ითქვას, აი ეს ბრიკეტებად იპრესება და შემდეგ აი ესეთ წვრილ ფენებად იჭრება. მიჩვენებთ. ასე დაჭრილია. ეხლა როგორ ვეწევით ამას? ზოგი აი ამას ჩვეულებრივად დავშნით და მიიღებთ ჩვეულებრივ ლენტად დაჭრილ თამბაქოს სახეს მიიღებს და ჩააკეთებთ და მოწევთ. ზოგი როგორ აკეთებს? დააუბენ რომ ასე უფრო გემრიელია. აი ამას თითქოს აი ფურცელია, ხო? წარმოიდგინეთ, გადაკეცავს ერთჯერ, შემდეგ გადაკეცავს ასე კიდე, რამოდენიმეჯერ გადაკეცავს და ესე მოგრძო დახვეულ რულეტივით მიიღებს და ჩაუშვებს ჯამში და მოწევს. და ანუ ფლეიკის მოწევა რა სირთულესთან არის დაკავშირებული? ტემპერატურა მისი წვის ამ შემთხვევაში უფრო მეტია და ამიტომ ფლეიკისთვის ზოგჯერ განსაკუთრებულ ჭიბუხებსაც ხმარობენ. მე მაქვს ფლეიკისთვის შევიძინე და მინდა რომ ფლეიკისთვის ჰქონდეს აი ეს საუცხო ჭიბუხი ნორდინგის, ერიკ ნორდინგის წარმოების რატო ნახეთ, აი ჯამი არის ძალიან ღრმა. ხელაზე ჩავიდათ ითი. ძალიან ღრმა და როდესაც აი ამას მოკეცავთ და ესეთ რულეტს მიიღებთ, აი ამაში უფრო ადვილად ჩაუშვებთ. კედლები საკმაოდ სქელია. ეს კედელს გულისხმობ და აი ამაში ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ამის გამოწვა ჯერ არ დამისრულებია, ამიტომ ზუსტ გემოს მისას ამაში ვერ გავიგებ და მოვწევ ორი ვარიანტი მაქვს. ან მოვწევ ვირჯინიებისთვის მე გითხარით რომ აი ეს სავინელის საუცხო ჭიბუხი მაქვს. Clark's favorite, ან იგივე სავინელის ბილიარდში. ზოგი ამბობს რომ ფლეიკი მხოლოდ ბილიარდში მოწიეთო, მაგრამ ეს ყველაფერი მე მგონი ადამიანების ინდივიდუალური ის არის. მოკლედ მოვწევ ამ ჭიბუხშიც, მოვწევ ამ ჭიბუხშიც. ერთად მოვწიოთ, ნახოთ, გავუგოთ როგორი გამოიქნება. მე ახლა ამ ეტაპზე მას არ დავკეცავ, არ დავახვევ და ესე არ ჩაუშვებ ჭიბუხიც, რადგანაც ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი მაქვს. მე უბრალოდ დავამსხვრევ თუ დავფშნი, როგორ ქვია. და აი ესე ჩვეულებრივი ლენტიან თამბაქო თუ აქცევ მას, ჩავღრი და მოვწევ, ხო? აი ანუ რას ამობენ, ანუ რატო გეუბნებით აი ძნელად მოწევა. არ ვიცი ქართულად, არ მიყვარს ამ რუსული ტერმინოლოგიის ხმარა, მაგრამ ქართულად რომელი სიტყვა შეესაბამება აი რუსულად არის ტლეით. ანუ კი არ იწვის, არამედ აი ესე დაბალ ტემპერატურაზე რო ღვივის, აი თითქოს აი ახლა ჩაქრეს უნდა თუ არ უნდა ჩაქრეს. აი ამ ჩაქრობის ზღვარზე რო არის და აი ასე რო იწვის, ხო? აი ამ შემთხვევაში არის ტემპერატურაც უფრო სხვასთან შედარებით უფრო დაბალია და აი ამ დროს იძლევა კარგ გემოს. იმიტომ რომ ძალიან თუ გაახურებთ ვირჯინიას და განსაკუთრებით ფლეიქს, არათუ ისეთი გემრიელი არ იქნება და იგი შეიძლება რაღაც საზიზღრობაშიც გადავიდეს, აი მხოლოდ ენაზე იქნებოდეს და არავით არის ისეთი სასიამოვნო გემო და არომატი არ ქონდეს. მოკლედ შეიძლება ახლა დაგაბნიეთ ასე რომ თეორიებს ყვება დამწყებებს ვსაუბრობ და მეც რომ ამას მიყვებოდნენ და მიხსნიდნენ რომ ამობდი რომ გამოდის მე ჭიბუხს ვერაზოს ვერ მოვწევ მეთქი ეს რა სირთულეები ქონია მაგრამ ეს ახლა მოსაყოლად არის ასე თუ ეს შემდეგ ავტომატიზმის დონეზე გადადის და აი ამას ყველაფერს შეეგუებდოთ აი ეს არის რა მოსინჯეთ ნახეთ და ისე ამოვნეთ კარგით, ეხლა ჩავაკეთებ ჭიბუხში და მერე ერთად მოვწიოთ და იქ კიდე შევაფასოთ თავად თამბაქოს გემოური თვისებები. მოკლედ, ეხლა გაჩვენებთ როგორ დავამუშავებ ფლეიქს. აქედან ამოვიღებ. ეხლა ამ ეტაპზე საერთოდ ამბობენ რომ ერთ ჭიბუხში ერთ ნახევარიან ორი ფლეიკის ჩასმა ჩატენმა თუ გამართვა არის. კარგი, მე ერთ ფლეიქს ავიღებ, ანუ ცოტა ნაკლებს მოვწევ დღეს. აი ამ ჭიბუხში გადავწყვიტე.
სავინელის Clarks favorite-ში და როგორც თქვი, ამ ეტაპზე კი არ დავკეცავ, არამედ მთლიანად დავამსხვრევ და ესეთი სპეციალური ჯამი რო არ დაგვეყაროს აქეთ-იქეთ და ბოლომდე ემასკნოთ. ყავის არის, ესეც AliExpress-დან გამოვიწერე, არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ ვინმე გყავთ კარგი ხელოსანი, შეიძლება შეგიგეროთ ყავიდან. აი, ერთი ცალი ასე ამოვიღე. და აი ესე ხელში ესე დაუფშნი. ხო, აი როგორც გითხარი, აი ესე დაახვევდნენ, დაკეცავდნენ და აი ესეთ ფორმას აძლევენ ხშირად და აი ასე ჩაუშვებენ. მე კი, როგორც გითხარით, მთლიანად დავამსხვრევ. ანუ გადავაქცევ თითქოს აი არის აი ესეთი ფორმითაც თავაზობენ, მაგალითად broken flake აწერია, ანუ დამსხვრეული ფლეიკი, აი ესეთ ფორმაში თავაზობენ. ეს რაღაც შუქი ცუდად ეცემა. აი ესე. და მე კიდე ამაზე უფრო დავამსხვრევ. გამომშრალი არ არის. ისეთი კარგი კონსისტენცია აქვს. აი ესე დავაქუცმაცე. 5 წუთი. გრძელდებოდა ეს პროცესი 1-5 წუთი. გავაჩერე უკვე და აი ახლა ჩვეულებრივად ჩავაგეთებ ჩიბუხში. მე ასე ვაგეთებ პირველად რასაც ჩავყრი. თავისი სიმძიმით რაც ჩადის, არ უპრესავ. შემდეგ მეორე ნაწილს ვიღებ და აი ასე ვამატებ. ძალიან არ დავპრესავ, ცოტათი დავაწვევი. ხო და? მე არ მიყვარს ძალიან დატენილი ჩიბუხი, ეს ერთია, მე რო არ მიყვარს და მეორე ამობენ ფლეიკის შემთხვევაში არ ღირს და არ შეიძლება, იმიტომ რომ მოუკიდებთ. ფლეიკი დაპრესილია როგორც იცით და ის ფართოვდება და აი ძალიან დატენილი თუ გექნებათ თავიდან ის რო გაფართოვდება გაჭედავს ამ ჩიბუხის გასასვლელებს და ესეთი მოსაწევი იქნება, რთული მოსაწევი და ადვილადაც გაგიცხელდებათ. აი ესეთი საშუალო სიმძიმის მოვსინჯავ კარგად მოდის და შემდეგ აი ესე ხელს დავადებ და ან საათის მიმართულების, ისრის მიმართულებით, ან საწინააღმდეგო არ აქვს მნიშვნელობა, აი ესე რამოდენიმე ბრუნს ვაკეთებინებ და აი ამ ბრუნვის დროს ცოტათი კიდე იპრესება. როგორც გითხარით, თუ ჩიბუხი რო არ დავაზიანო, მიყვარს რაღაც რამოდენიმე მილიმეტრი აი იმის კიდიდან ქვემოთ იყოს, რადგანაც მე მოკიდების შემდეგ წამოდგება. და უბრალოდ ვიმეორებ, რომ არ უნდა დაიტენოს ძალიან. მე ხა მოვსინჯე თავისუფლად მოდის და აი ეს ხუფი რო გითხარით ქარიან ამინჩი მოსაწევად კიდე ესეთი კარგი გამოყენება აქვს. ეხლა ეს დავტენე და მინდა კარგი ამინდი არის ბათუმში. გავალ აგერ პარკში გვერდით და მოვწევ. და აი მანამდე რომ ესე თუ დავტენი, აი ესე დაახურავთ და უკვე ამის ტრანსპორტირება ჯიბეში ჩაიდებ თუ სპეციალურ ესეთ თავის შალითაში ან რაღაც ჩანთაში არ გადმოიყრება. ადგილზე მიხვალთ, მოხსნით, მოწევთ თუ ქარი არის და ახურავთ და ესე გამოიყენებთ. აბა ეხლა მოვწივეთ და ვნახოთ. უბრალოდ ჰაერზე გავალ, 1-5 წუთში გავაგრძელებ ჩაწერას. ხო, არ დამავიწყდეს, გამოვიყენებ. ამ შემთხვევაში უკვე ხშირად ბალსას ფილტრს ვიყენებ, ნახშირის ფილტრს. 6 მმ-იანს. ხო, ფილტრებს ხშირად იყენებენ რამოდენიმეჯერ. მე ძირითადად ერთჯერ ვიყენებ, ვცდილობ ბალსას ფილტრის გარდა, ბალსას ფილტრს ორჯერ ვიყენებ.
და ნახშირის ფილტრს ფაქტიურად ერჯერ, მაგრამ ეს ძალიან მაღალი ხარისხის ნახშირის ფილტრი იყო, მცირე რაოდენობით თამბაქო მოვწიე რამოდენიმე დღის წინ და აი ამოვიღე, შევინახე, გაშრა აი ესეთი გასულ ფორმაში და ეხლა მეორეჯერ გამოვიყენე. ნუ ეს ბათუმია 10 წუთის წინ მზე იყო, ეხლა ცოტა წვიმა წამოვიდა, აი ესე ჟინჟღლავს, გადაიღებს, წამოჟინჟღლავს და ამიტომ მომიწია აივანზე. მოვწიო და ვერ გავედი პარკში. ნახოთ. ძალიან ორიგინალურია. ეხლა ნამწვავის ქერქის ფორმირებას ვაკეთებთ. ანუ პირველი მოკიდებით, როგორც გითხარით, ვერასდროს ვერ მივახცევთ ამ იდეალურ ქერქს. მოუკიდეთ, წამოდგა თამბაქო, ეხლა მოვასწორეთ ეს ფერფლი და ესა და აი ეხლა ჩემი პირველი ვირჯინია იყო ელიზაბეტიან mixture. და მაშინ თქვი რომ ბევრი თამბაქოს და ვირჯინიის მოყვარული აი იმას თვლის საწყისად და თითქოს ეტალონად და იმას ადარებს და აი მეც იმ თამბაქოს შევადარებ, რადგანაც იმის პირველი გამოცდილების უფრო მეტი მოწესრიგებული გამოცდილება მაქვს და მისი გემოები. იცით? ხო, გემრიელი თამბაქოა. აი ციტრუსის ნოტები ხო არის, როგორც არის ვირჯინიაში დამახასიათებელი, მაგრამ აი ელიზაბეტიან mixture-ისგან განსხვავებით და სხვა ვირჯინიებისგან განსხვავებით, აი თივის გამხმარი ბალახის სურნელი აქ უფრო მეტად იგრძნობა. და ეს პერიკი, ეს რომელიც სანელებლების რაღაც სასიამოვნო სიმწარეს აძლევს. ხო, აქ უფრო იგრძნობა, მე მგონი. მე ძალიან მომეწონა კარგი თამბაქო. და კიდე შევიძენე 2 უნციას და ეს რო დაძველდება 1 და 2 წლის შემდეგ უფრო კარგი იქნება, ანუ დაძველებისთვის გამოსადეგარი თამბაქოა. ვირჯინიისთვის საკმაოდ გრილად იწვის. გრილად არა, მაგრამ ვირჯინიისთვის გრილად. ძალიან კარგი თამბაქოა.
როგორც გითხარით, ჩიბუხიდან კოლექციონერებაც არის და ჩიბუხთან ერთად გარკვეულ ნივთებსაც აგროვებთ, ტამპერებსაც. აი მაგალითად აი ამ ჩიბუხისთვის აი ასეთი მუშტუგირო აქვს. აი ასეთი ტამპერი მაქვს. ამ ჩიბუხს შეუძინე. კი, იცით, უდაოდ flakes სულ სხვაგვარი, აი ესეთი უფრო ღრმა და უფრო არომატული გემო აქვს, ვიდრე ლენტად დაჭრილ თამბაქოს და აი მე რო გითხარით რა ამსხვრიე და ფაქტიურად ლენტად დაჭრილი თამბაქოსავე თუ აქციე და ჩავყარე. შემეშინდა თითქოს აი ეს დაკეცვა და აი ესე ჩადება. ძალიან არ გამცხელებოდა. ეხლა უკვე ამ თამბაქოს თვისებები რო ვიცი, ამას აღარასდროს აღარ დავამსხვრევ და აი ესე როგორც გითხარით, აი ესე დავკეცავ, დავახვევ და ესე მთლიანად ჩავდებ და მოვწევ. ეხლა ცოტა თითქოს მომეჩვენა რომ გადაცხელდა, მაგრამ როგორც კი შევჩერდი გაგრილა. თან ეხლა გითხარით, რომ შესაძაც ვიდეოს წერ ბევრს ლაპარაკობ კი არა, უბრალოდ უფრო სწრაფად ეწევი, იმიტომ რომ ვიდეოს ხო ვერ გაწილავ რაღაც დიდ რაოდენობაში, დროის დიდ რაოდენობაში, ამიტომ ჯერ 1/13-იც არ მომიწევია ჩიბუხის, ამიტომ ჩქარობ და როდესაც ახლა არ გეჩქარება, ნელა ეწევი. გონის ეს თამბაქოა, რომელიც არ გადაგიხურდება, არ გადაგიცხელდება. კარგით, ეხლა შუა ჩიბუხში დაგიბრუნდებით. ეხლა შუა ჩიბუხში ვარ, კარგად იწვის, ანუ ისე თანაბრად იწვის, ჩაქრობისკენ არ არის მიდრეკილი. და რადგანაც ასეთია თამბაქო, ანუ ადვილად იჭერა ის ფლეიკისთვის, აი ხშირად რომ მithქვამს რომ აი როგორ უნდა აი აი მცირედად უნდა ღვიოდეს. აი ეს ნაღვერდალი თუ რა ქვია, ანუ არ უნდა იყოს ესეთი გაჩაღებული. არა, ერთნიშნულად ძალიან კარგი თამბაქოა, ძალიან მომეწონა. ხო, ბევრი ამბობს თავის მიმოხილვებში, ბევრი უცხოელი ბლოგერი თუ ჩიბუხის მწვეველი, რომ ძალიან გავს ორლიქს. არის ასეთი ისიც ცნობილი და ლეგენდარული თამბაქო. ვერ გეტყვით, ხო, თითქოს გავს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ მაქვს მოწეული, რამოდენიმე წლის წინ ორლიკი. იმის შემდეგ არ მომიწევია, მაქვს ჩემს კოლექციაში, შევიძინე, მგონი 2 წლის წინ და აი სულ მინდა გახსნა და თან არ მინდა, იმიტომ რომ ვაძველებ, მინდა რომ 1-4 წლის მაინც გახდეს და შემდეგ გავხსნა. იცი 2 წელზე მეტი გავიდა, მგონი 2 წელიწად ნახევარია მაქვს. სადღაც წელიწად ნახევარში გავხსნათ და ერთად დავაგემოვნოთ. აი ნელა იწვის ერთი ჯამი საკმაოდ ხანს გეყოფათ, სადღაც ჩემი ტემპით მოწევის 40 წუთს 1 საათს ისე ამოვნებ. ეხლა გავთიშავ და ბოლოს დაგიბრუნდებით ბოლოსკენ. ეს სულ დაყვება მუდმივად აი ხმელი თივის სასიამოვნო სურნელი და ასევე მუდმივად არის ეს პერიკი. აი ესე არ მიდის, არ მოდის, არის რო გვირჯინიებში რო აი თითქოს გზნობ, თითქოს არა, აქ მუდმივად იგზნობა და მუდმივად იკბინება როგორც გითხარი. თუმცა ეს ცუდი არ არის, ეს თავისებური აი ესეთი თამბაქოა. აი ესეთი მოგინდებათ, აი ესეთი აღმოსავლური გემოები ამას მოწევთ, არ მოგინდებათ სხვა ვირჯინიას მოწევთ.
ბიორლის მოწევთ, ლატაკიას მოწევთ და ასე იმოგზაურებთ ჯიუხის სამყაროში. კარგით, დაგიბრუნდებით შემდგომ. ხო, ბოლოსკენ დაგიბრუნდით. იგივე გემოებია. კიდევ მეორე ძალიან არომატული თამბაქოა და არ ვიცი ხა მე ჩვენება თუ მართლა ასეა, მე მგონი ეს ციტრუსმა ცოტა მოიკლო უკვე ბოლოსკენ და პერიკი ეს გემოებმა მოიმატა. ამ შეგრძნებებმა. კარგია. ცოტა გამიცხელა კიდიც ბოლოსკენ. მაგრამ როგორც გითხარით, ადვილად არეგულირებთ. არ არის მოსაწევად რთული თამბაქო. ერთ-ორჯერ შევნიშნე ჯამში ბუხმუყი დაიწყო ისეთ წეწევით. ეთყობა მოგონოლი ყუნწია და ცოტა შეიძლება ნერწყვიც მოხდა უკვე ქვემოთ და იცით ვირჯინიაში შაქრის შემცველობა მაღალია და ესენიც ეთყობა კონდენსატიც დაგროვდა და აი ეს არის. ესე ძალიან არა, მაგრამ აი ერთ-ორჯერ შევამჩნიე თითქოს. კარგია. ზაფხულის გრილ საღამოს იქნება ყველაზე კარგი მოსაწევი. ან გაზაფხულის გრილ დღეს, აი ახლა დღეს რო არის ესეთი. საერთოდ თამბაქოები არ იყოფა ასე ზაფხულის და ზამთრის, მაგრამ მე მაქვს ესეთი დაყოფა. ჩემთვის ახლა ლატაკიები და ლატაკიური ნაზავები უფრო ბუხართან ასოცირდება. ესეთი თამბაქოებია ბუხართან, ცეცხლთან. შეიძლება ზაფხულშიც, მაგრამ ზაფხულში აი მთაში საკმაოდ ცივე და სიგრილე რო არის საღამოს და აი ბუხარი რო უნთიათ. აი ესეთ პერიოდთან ასოცირდება. ბიორლი და ბიორლის ნაზავები ჩემთვის უფრო ზაფხულთან ასოცირდება, იმიტომ რომ ძალიან გრილად იწვის. ეს ჩემი პირადი ასოციაციებია, თორემ თამბაქოები არ არსებობს აი ესე ზაფხულის და ზამთრის. მოკლედ საუცხოო თამბაქოა 10-დან, საუცხოა კარგი, 10-დან 9-ს მივცემ მომავალ შეხვედრამდე.